თუ ფიქრობთ, რომ თაფლის ნამცხვარი რთული და შრომატევადია, ეს ვიდეო აზრს შეგაცვლევინებთ. თაფლი შემოვდგი დაბალ ცეცხლზე, ვურიე გამუდმებით, სანამ სასურველი ფერი არ მივიღე. როგორც კი კარამელის ფერი გახდა, დავამატე სოდა, კარგად ამოურიე. შემდეგ კი ჩავამატე კარაქიდაზეთი და გასაგრილებლად გადავიტანე თასში. ცალკე ჭურჭელში კვერცხი და შაქარი გავთქვიფე მიქსერით გათეთრებამდე და დავამატე გაგრილებულ თაფლის მასას. ქვილი ვამატე ეტაპობრივად და მივიღე დასასხმელი ცომი. ამ პროპორციებით გამოდის 8-9 ფენა. თქვენი სურვილია როგორი სისქის ფირფიტებს გამოიყვანთ, მაგრამ რაც უფრო თხელია ფენა, ნამცხვარი მით მეტად ნაზი და ფაფუკია. კრემისთვის ამოვიყვანეთ ცივი ნაღები, ვანილთან და შაქრის ფანტელთან ერთად. არაჟანი კი ხელით შეურიე. ზაკრემი გავანაწილე გამომცხვარ ფირფიტებზე. ზემოდან და გვერდებზე კი მოვაყარე დაქუცმაცებული ფირფიტების ნაწილები. ამ ცომით მომზადებული ნამცხვარი შეგიძლიათ დაკრემისთანავე დაჭრათ. არ სჭირდება მაცივარში მოთავსება ან დამატებითი დრო დასარბილებლად. არ დაგჭირდებათ ფენების გასაბრტყელებლად დიდი ძალის ხმევა, თითო ფენა კი 5 წუთში გამოცხება. ბევრი სხვადასხვა მომზადების ტექნიკა მაქვს გამოცდილი, მაგრამ ამ ცომით მომზადებული თაფლის ნამცხვარი ჩემთვის შედარებით მარტივი და კომფორტული აღმოჩნდა.